მოწინააღმდეგები არ ყოლიათ. მოსამართის მანტიაში ისინი ფიც პარლამენტის დადგენილების გამოქვეყნებისთანავე დადებენ და მოვალეობის შესრულებას უკვე ამის შემდეგ შეუდგებიან. ზურაბ ძლიერიშვილის არჩევის შესახებ. არც ერთი წინააღმდეგი ბატონი ზურაბ ძლიერი გილოცავთ ბატონო. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნოქალაქევში 26 წლის შემდეგ აღდგენილ სახალხო დღესასწაულ ეგრისობას დაესწრო. მისი თქმით, დღევანდელი ისტორიული რეალობიდან გამომდინარე ამ დღის აღსანიშნავად ციხე-გოჯი სიმბოლურად შეირჩა. მანამდე პრემიერ-მინისტრმა ხობსა და ზუგდიდის რაიონებში სასათბურე მეურნეობები დაათვალიერა. სოფელ ცაიში მშენებარე სათბური, რომელიც 5 წლის მანძილზე უნდა აშენდეს, თერმულ წყლებზე იმუშავებს და ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულს მოიყვანს. მის მშენებლობაში 30 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. პრემიერმა ზუგდიდში და სენაკში შეღავათიანი აგროკრედიტით დაფინანსებული თხილის გადამამუშავებელი საწარმოების დაათვალიერა. დღესვე პრემიერ-მინისტრი სოფელ ბანძაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ახლა კი ქრონიკაში უცხოეთის სიახლეების დროა რა შედეგი მოჰყვა პუტინისა და პოროშენკოს შეხვედრას ნახეთ უცხოეთის ახალი ამბების ქრონიკა. მილანში აზია-ევროპის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე პუტინი და პოროშენკო მინსკის პროტოკოლის შესრულებაზე შეთანხმდნენ. უმთავრესი პუნქტები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველყოფა და უკრაინული კანონმდებლობის შესაბამისად დონბასში არჩევნების ჩატარება. მოლაპარაკებას კონსტრუქციული უწოდა იტალიის პრემიერ-მინისტრმა. მადრიდში ებოლის კიდევ 3 შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთი პაციენტი შეუძლო თვითმფრინავში გახდა. კლინიკაში გადაყვანისას მას ვირუსის სიმპტომები დაუდგინეს. ლაინერში ევაკუაცია გამოცხადდა და დეზინფექცია დაიწყო. ჰავაის ტროპიკული შტორმი ანა უახლოვდება. მეტეოროლოგების თქმით, ციკლონი ძალას იკრებს და ის შესაძლოა გასული 20 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი აღმოჩნდეს. კაიროს მუზეუმში უსინათლო ბავშვებისთვის ექსკურსია მოაწყვეს. აქცია თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღის ფარგლებში ჩატარდა. მხედველობა დაქვეითებულებს უძველესი არტეფაქტების ხელით შეხების უფლება მისცეს. NASA მზის ფოტოები გაავრცელა, რომელზეც დედამიწის უახლოესი ვარსკვლავი ჰელოვინის მთავარ სიმბოლოს, მნათობ ჯეკს გავს. კადრები NASA-ს მზის დინამიკის ობსერვატორიამ დააფიქსირა. რეკლამის შემდეგ სპორტისა და კულტურის სიახლეები დაგიბრუნდებით. ხელნაწერებიდან არის ამოღებული შედევრები, შეიძლება ითქვას, რომელიც მე შევაგროვე. შოთა რუსთაველი ებრაულ ენაზე, როგორ ქმნიდა მხატვარი ქეთი მატაბელი ვეფხის ყაოსნის ილუსტრაციებს. მაცივარი, LG, ფასი 649. ნუ გადაიხდი ზედმეტს. ტექნობუმი. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 10 წელიწადში ერთხელ ტარდება და თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია ქვეყნის უკეთესი მომავლის შესაქმნელად. თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანია. გავიგოთ რამდენივედ. საქსტატი. რა მოხდა? შესვენების დროა. კიტკეტი? ნაბიჯი პოზიტიური განწყობისკენ. იმედია ცოტა ხნით კიდევ დავრჩებით აქ. ან დიდი ხნით. გააქვს შესვენება. მიირთვი კიტკეტი. ნესტლეს ხარისხი. ფიქრობთ, რომ ყველა კბილის ჯაგრის ერთნაირია? დაფიქრდით კიდევ ერთხელ. პროფლექს ჯაგრის ორალბისგან მოძრავი გვერდები აქვს. ამ რიგადის არის უხეში ნადებისთვის, მაგრამ ნაზი ღრზილებისთვის. ორალბი, მსოფლიოს სტომატოლოგების მიერ ყველაზე ხშირად რეკომენდირებული კბილის ჯაგრისის ბრენდი. მორიგი შეხვედრა ან საუკეთესო საღამო. არაღი ზილიონაია მარკა. დრო გადის, ჩვენ არ ვიცვლებით. გახეხვის შემდეგ სიგრილის შეგრძნება საკმარისად მიყვებათ? თქვენი პირის ღრუს სისუფთავისა და სიგრილის შესანარჩუნებლად
ბლენდამედმა შეურია პირის ღრუს სწავლები Complete Suite-თან, რომელიც აერთიანებს Complete-ის პირის ღრუს სწავლებს ძნელად მისაწვდომი ადგილებისა და 24 საათამდე დაცული სუნთქვის სიგრილისთვის. მთლიანი პირის ღრუს გასუფთავება და სუნთქვის სიგრილის დაცვა მთელი დღის განმავლობაში. ბლენდამედი კლინიკურად დამტკიცებულია. უმაღლესი დონის სისუფთავე. მოიგე ჯეკპოტი 500,000 ლარზე მეტი და აიხდინე ყველა ოცნება. სიურპრიზი, გამარჯობა. ბალახებს უყურებ, რატომ? მოვლისთვის, სილამაზისთვის, ჯანმრთელობისთვის. იცით რომ Wash and Go ბალახების ექსტრაქტით 100%-იან ჯანმრთელ მოცულობას ანიჭებს ცხიმიანთ მას? ასეთ ცხიმიანთ მასაც კი? შესანიშნავი სუნი აქვს. მომწონს ეს გასაოცარი მოცულობა. გარდა ამისა ის 2 დღე გამყვება. შეუძლებელია. დღესაც შენ ხარ. დიახ, ახლა რას ფიქრობ? დღესაც აქვს მოცულობა. 100%-იანი ცოცხალი მოცულობითი თმა, რომელიც 2 დღე გაყვებათ. GeForce Euro დიზელი უკვე გალფის ქსელშია. Euro 5 სტანდარტი და GeForce-ის უნიკალური ფორმულა უზრუნველყოფს წოვის შემთხვევის სისტემის წმენდასა და კოროზიისგან დაცვას. GeForce Euro დიზელი მატებს ძალას და სისწრაფეს თქვენს ავტომობილს და ამცირებს ხარჯს საწვავზე. GeForce ყველაზე ძლიერი საწვავი. 15 ლიტრ GeForce-ზე მიიღეთ საჩუქრები გალფისგან. ეს არის ქრონიკა 8-ზე. ქართველმა მოჭიდავეებმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს. სპორტსმენების მთავარი მოთხოვნა კვლავ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ლუკა კურტანიძის გადადგომაა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ბრძანება გასცა, რომლის მიხედვითაც ჭიდაობის ფედერაციაში შექმნილ ვითარებას საზედამხედველო საბჭო შეისწავლის. თავმჯდომარე კი თავად მინისტრი იქნება. საბჭო 7 წევრისგან შედგება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივმართოთ საქართველოს მთავრობას და პირადად ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ მოგვაქციეთ ყურადღება და დაგვეხმარეთ, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ. დროით განაგზომ ბიჭებმა ვარჯიში და აღდგეს სამწვრთნო პროცესი. ნებისმიერი პრობლემა, ნებისმიერი საკითხი, ნებისმიერი ასე ვთქვათ სურვილი, რაც იწვევდა გაუგებრობას, შეიძლება რომ და ვალდებულებაც აიღო ამ საბჭომ, რომ მიიღოს, განიხილოს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს. ლოგიკა ესეთი იყო, რომ ჩვენ პრაქტიკულად გვინდა და დოკუმენტალურად თუ რამე არის დარღვევები, რომ დადასტურდეს და არა სურვილით გამოთქმული რაღაც ბრალდება. ზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის მინი ფეხბურთში ტურნირი ჩატარდება. სპეციალურ პროექტს